Გაბატონო ადა ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში თქვენთვის რამდენად სანდოა კვლევები, რომელსაც დროდადრო აქვეყნებს ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტი ან დემოკრატიული ინსტიტუტი, ცნობილი IRIS და NDI-ის კვლევებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მოკლედ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ტელევიზიები საეთერო დრო ეძღვნება ეგრეთ წოდებულ კვლევებს IRIS და NDI-ს. ისევ და ისევ ვართ ჩვენ ამით დაკავებული, ეს სისტემად იქცა უკვე და აგერ მოახლოებულ არჩევნებს ეძღვნება ალბათ ეს ბოლო კვლევა ნამდვილად. ძალიან მზაკრული კვლევა, მზაკრული მონაცემები გამოქვეყნებული. რატომ მზაკრული? ნახევრად სიმართლეა, ცნობილია ეს ყველასთვის ალბათ, რომ ნახევრად სიმართლეა ყველაზე მზაკრული და ყველაზე ცუდი რამ. სად დაინახეთ ამ კვლევაში ის ნახევარი სიმართლეც თუნდაც რომელზეც ახლა აქცენტს აკეთებთ? თუნდაც ჩამონათვალი, აშკარად ჩანს, მე მგონი დიანა, ჩამონათვალში ჩვენი პრობლემების, მათი ასე რანგირება აქტუალობის თვალსაზრისით არის მეტნაკლებად სწორი, იმიტომ რომ ეხლა მოსახლეობა უმალვე მიხვდება, რომ ეს კვლევა არის ტყუილი, თუ ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებს ყოველ დღე, იქნება არასწორად ჩამოთვლილი და რანგირებაც იქნება ტყუილი და არასწორი. ცხადია, ქვეყნის გაერთიანება არის გადასული მესამე-მეოთხე პლანზე, იმ უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გამო, რაც ქვეყანაში არაერთი ათეული წელი სუხებს და ამ ნაწილში ცხადია, ადამიანები ეთანხმებიან კვლევას, თვალნათლივ არის ეს ყველაფერი ჩვენი პრობლემების ზედაპირზე დევს და დიდი კვლევა მე მგონი არ უნდა ამას. ცხადია, თქვენ ვფიქრობთ, რომ ეს რეალობის ასახვა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის თემა არის არაპრიორიტეტული ეკონომიკურ პრობლემებთან მიმართებაში? ასეა, ამის გარდა მთავრობაც არ ცდილობს და ხელისუფლება არ ცდილობს, რომ ეს მართლაც რომ უმძიმესი, უპირველესი და უზენაესი ჩვენი მიზანი და ამოცანა იყოს პირველი რიგის აქტივობა და ამოცანა ხელისუფლებისთვის და ხელისუფლება არ იწყებს თავის საქმიან დილას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მოკითხვით და მე იმაზე ფიქრით და პრაქტიკული განხორციელებით თუ რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს ხელისუფლება რომ ოდნავ მაინც მიუახლოვდეთ ჩვენს დროებით დაკარგულ ტერიტორიას. ასე არ მუშაობს ჩვენი ქვეყანა, ასე არ ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა და ეს ამას პოულობს ყველაფერი. ამ მიმართულებით პროგრესი რომ არა გვაქვს, ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლებას ეს თემა არ აქვს დღის წესრიგში თუ უბრალოდ იმის ბრალი, რომ პროგრესის მიღწევა შეუძლებელია. ეს უკვე არის ძალიან ცუდი და მძიმე ფრაზა, რაც ახლა თქვენ ბრძანეთ. ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ იმისათვის, რომ პროგრესი იყოს ამ გზაზე. მე ორი ფაქტორი დაგიფიქსირეთ. პირველი, მძიმე სოციალური ფონი და მდგომარეობა და პრობლემები. ხალხი ყოველდღიურ ლუკმაპურზე ფიქრობს და ახლა ასეთ გლობალურ და მძიმე თემებზე, როგორც არის ქვეყნის გაერთიანება, ცხადია არ ფიქრობს. და მეორე, ხელისუფლება ჩვენი ასევე არ ფიქრობს ამაზე და ეს არ არის მისი უპირველესი ამოცანა. საქართველოს მოსახლეობის დუხჭირიდან ამოყვანასთან ერთად. ეს ორი პრიორიტეტია ჩვენი თვალსაზრისით ქვეყანაში. რითაც ჩვენ უნდა დავკავდეთ ყველა ყოველ დღე. გაბატონო ადა, ასეთი კითხვა მაქვს. პირველ რიგში. ასეთი კითხვა მაქვს. აქ შეკითხვა იყო რუსეთთან ურთიერთობის თქვენ რომ ბრძანეთ? დიახ, დაასრულეთ და მე გითხავთ. ეს ფრაზა თქვენი, ძალიან ძიმეა დიანა, ჩვენ თუ ჩვენ თავს უთხარით რომ შეუძლებელია. კი, გენაცვალე, მე იმედი მაქვს რომ შეკითხვა თქვენ უბრალოდ ამძაფრებთ ამ თემას ალბათ, ხო? ამ თვალსაზრისით მინდა აღვიქვა თქვენი ეს შეკითხვა. ჩვენ თუ ვერ ხედავთ, ჩვენ თუ არ ცდილობთ ამ მიმართულებით ყველაფერი გავაკეთოთ, რა შესაძლებელია და შესაძლებელია ჯერ კიდევ ბევრი, ჩვენ ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ. და კატასტროფული პროცესები ვითარდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ალბათ იცით თქვენ. მაშინ ასეც იქნება. არც იქნება არანაირი პროგრესი. ჩვენ მონდომებაზე ძალიან ბევრია და ამ მონდომებას ვერ ხედავ. ჩვენი ქვეყანა არ ცხოვრობს
ისე როგორც უნდა ცხოვრობდეს. სამწუხაროდ ეს ასეა. კარგით, ქალბატონო ადა, როგორ ფიქრობ, გამოსავალი იქნება დიალოგის ძიება ამ ადამიანებთან თუ რუსეთის ფედერაციასთან, იმიტომ რომ შეკითხვა იყო ამ კვლევაში, რომ საფრთხეთ მიიჩნევენ პოლიტიკურ საფრთხეთ და ეკონომიკურ საფრთხეთ. გამოკითხულთა უმეტესობა რუსეთს, თუმცა 53% სრულად უჭერს მხარს, ხოლო 29 ნაწილობრივ და ჯამში ეს 82%-ია, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან დიალოგის წარმართვას. თქვენ ეთანხმებით ასეთ მიდგომას, აუცილებელი არის თუ არა და ეს არის თუ არა რაღაც დაკვეთის ნაწილი საზოგადოების, რომ გასაგებია რომ საფრთხეა, მაგრამ დაელაპარაკეთ. რასაკვირველია, ეს არის დაკვეთა ჩვენი მოსახლეობის, ეს არის აზრი, ჯანსაღი ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების და არა მხოლოდ ეხლა გამოიკვეთა ეს. იცით თქვენ რომ წლების განმავლობაში ასეა, ძალიან ბევრი ადამიანი, მე მგონი უმეტესობა ჩემი თვალსაზრისით დაფიქსირებს ამ პოზიციას და ჩვენი გამოსვლების და განცხადებების ეხმაურება ამას და ეხმიანება ამ პოზიციას. და ჩვენ ყველას უნდა ვესაუბროთ. ყველასთან უნდა გქონდეს საქმიანი აქტიური ძალიან სისტემატიური, აქტიური ურთიერთობა ყველა ადამიანთან, ყველა ორგანიზაციასთან, ყველა ქვეყანასთან, ეს როგორც მოსკოვი და კრემლია, ასევე თეთრი სახლი და ვაშინგტონია, ასევე ევროპაა. ნუ არ ვიცი, ხა შენი მიწაწყლის დასაბრუნებლად ადამიანმა და ქვეყანამ და ერმა მე მგონი ყველაფერი უნდა გააკეთოს და რას ნიშნავს არ დაველაპარაკებს. ზუსტად იმ ადამიანს უნდა დაელაპარაკო, ვინც შენ ეს წაგართვა და ვინც უშუალოდ მონაწილეობდა იმ უმძიმეს ტრაგიკულ პროცესებში, რასაც ქვია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში. ქალბატონო ადა, რასალოდებით პრეზიდენტის სტუმრობისგან პარლამენტში და თქვენ თუ გაქვთ რაღაც მთავარი ან შეკითხვა ან რაღაც მიმართვა პრეზიდენტის სტუმრობის დროს მისი მისამართით პარლამენტში? რასაკვირველია გვაქვს, ნუ ეხლა მე ჯერჯერობით ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, ეს იქნება არაკორექტული. პრეზიდენტის აქ ყოფნისას ჩვენ ცხადია დებატებში მონაწილეობას მივიღებთ, შეკითხვითაც მივმართავთ მას. ჩემი საუბრიდან, დღევანდელი თუნდაც საუბრიდან გამომდინარეობს ორი ძირითადი ჩვენი წუხილი და საკითხი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. პრეზიდენტის პოზიცია გვაინტერესებს არა ზოგადი, არამედ უფრო გაშლილი, უფრო კონკრეტული, უფრო გააზრებული. პირველი ცხადია ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხი, პროცესი თავად, რთული პროცესია, მძიმე პროცესია. უშუალოდ არის დაკავშირებული ჩვენ სვლასთან ნატოსკენ და ამ გზაზე ჩვენ როგორც დანაკარგი გვაქვს სერიოზული, პლუსებიც არის ცხადია. და მეორე, ბოლოს და ბოლოს როგორ აპირებს და რატომ აგვიანებს ჩვენი მთავრობა და დადოს გეგმა გააზრებული იმისა, თუ როგორ აპირებს ამ უმძიმესი და კატასტროფული უმუშევრობის დაძლევას. ეს დიდი თემა, მრავალმხრივი თემა, მრავალწახნაგოვანი, ასე ვიტყოდი, მე უცებ ამას ვერ ძლებ, მაგრამ ნაბიჯებზე ხო უნდა ვიფიქროთ ყველამ ერთად, აი პირველ ნაბიჯებზე, აი როგორ ხედავს მთავრობა ამ უდიდესი და უკვე ძალიან ძველი პრობლემის დაძლევას, რომელიც ყოველდღე ჩვენ გვაწუხებს და ძალიან სერიოზულად ამძიმებს ჩვენს ცხოვრებას. გასაგებია. დიდი მადლობა ადამ არშანიას, ის პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენდა. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ზაზა ხუციშვილთან ერთად, ის უკვე ქართული ოცნების წარმომადგენელია.